არსებობს მოკლედ ადამიანი, რადიო კოლექციონერი, იასონ დოლიძე, 69 წლის და რადიოს 13 წლის ასაკიდან აგროვებს. მის კოლექციაში უკვე 200-ზე მეტი რადიო, მაგნიტოფონი, პატეფონი, გრამაფონია, უფრო ცვლად ამ საინტერესო ადამიანის შესახებ. ჩვენი გადაცემის სტაჟიორი თიკო მიქელაძის სიუჟეტიდან გავიგებთ, ნახოთ, ერთადერთი ერთად უყუროთ ამ სიუჟეტს და შევაფასოთ ჩვენი სტაჟიორი მოკლედ გამოს დააკეხა თიკოს და ნახოთ, საინტერესო სიუჟეტი იქნება დარწმუნებული ვარ. ეს 1934 წელს გამოშვებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი რადიოა. იმ 200 რადიოთა შორის, რომელიც ჩვენი მასპინძლის, რადიო კოლექციონერ იასონ დოლიძის ოჯახშია. ბატონი იასონი 69 წლისაა, რადიოებს კი 13 წლიდან აგროვებს. დღემდე ისეთივე ხალისითა და შემართებით, როგორც თავიდან. მანამდე ესე იგი მესამას დავიწყებდი მოყოლებას. აქ ჩემი კაი ახლა მეგობარი, ჩემი ძმაკაც ერთად გავიზარდეთ. ცოცხალი არა ახლა მაგი. მირიანი აბდულიში, მაგან დაიწყო პირველად ეს. მან დამაწყებია ეს და იმით დავიწყეს მიდრეკილობა რაღაცა, იმით ესე იგი რომ შევხედე რაღაც შემიყვარდა ეს. პატარა ბაღლობაში გავაკეთე პატარა რადიო დეტექტორული მიმღები. აქ გაწყობილი გაკეთებული ბაღლობაში აქ მაგ. იმით დავიწყე და გარეთ ანტენით უსმენდით მაგას ეს ადრე. დაჟე ამერიკას უსმენდით, ამერიკის ქართულად მოდიოდა ხმა. ასე დავიწყე და ასე მივყევი და დღესაც მივდივარ. აქ 200 განსხვავებული რადიოა, განსხვავებული ისტორიით. კოლექციაში ვნახეთ ის რადიოც, რომელმაც იასონ დოლიძის ოჯახს მეორე მსოფლიო ომის დაწყება აუწყა. ამ ოთახების დათვალიერება გასულ საუკუნეში გვაბრუნებს. არაერთი ტურისტი თუ ადგილობრივი სტუმრობს. რადიოების შეგროვებაში მას მეგობრებიც ეხმარებიან. ვიყავი ბათუმის დოსაფის წევრი, რადიო მოყვარული. ეს დავიწყე 69-70 წლებში. რადგან რადიო ლუბიტელი იყავი, უნდა ქონოდა რადიო, უნდა გამოგეწერა კიდე რადიო ჟურნალები. პრომეთი ახლა რა ვიცი, თბილისიდან მე ფშახიზე დავდივარ, თბილისში დავდივარ, მე ბარახუკაძე ზაქიან თბილისში. იქაც ყავს ხალხი, რომელიც იდულობენ, იბარებენ და მე მიგზავნიან მაგანი. შალხიზე არის კიდე ორი სამი ადამიანები არიან, რომლებიც მაგნიტს ყიდულობენ, მირეკავენ, ასეთი გაწყობს, არ გაწყობს, თუ მომეწონა და უთხარით, კი, მაწყობს, კი, ყიდულობ, მიგზავნიან. აგერ ეს გერმანიდან ჩამოტანილი, აგერ რადიო 1, 2, აგერ 3 და აგერ თქვენ ფეხებთან გვერდზეა 4 რადიო გერმანული რადიოა. გერმანიდან ჩამოტანილი ეს რადიოები. საქართველოში 50-მდე რადიო მოყვარულია, მათგან ერთ-ერთი იასონ დოლიძეა. როგორც თავად ამბობს, არაერთი რადიო კოლექციონერი მეგობარი ჰყავდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც სამწუხაროდ დიდი ხანია ცოცხლები აღარ არიან. რადიო კოლექციონერს ასევე საკმაოდ საინტერესო მოწყობილობა აქვს, რომელიც დღემდე გამართულად მუშაობს. იასონ დოლიძე რადიო გადაცემების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ რადიო მოყვარულებთანაც ამყარებს კონტაქტს. ბათუმში ერთი არის ახლა დაიწყო ახალად ერთი საშა. ერთი იმან დაიწყო ახლა აწყო და საფრანგეთში მაგის გამოვა ეთერში და ქუთაისში არის ჩემი ძმაკაცია ამერანი ქვია. და სოხუმიდანაც მოდიან ბიჭები არიან, სოხუმიდან ვსაუბრობთ, გაიგე, არიან სოხუმიდან ბიჭები. პოლიტიკაზე იმას მან ლაპარაკი არ მიდის. მეგობრობაზე ამით თვითონ როგორია, როგორ ბრძანდები და აფერ ხარ. უფრო მეტი მე ლაპარაკობ თურქეთი და საქართველო და რუსეთში ბიჭები არიან, ვიცნობენ ბევრი. როგორც იასონ დოლიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, აპირებს თავისი რადიო კოლექცია შვილებსა და შვილიშვილებს დაუტოვოს და ამგვარად გააგრძელოს ტრადიცია, რომელსაც საფუძველი 10 წლეულების წინ ჩაუყარა. მადლობა თიკოს ამ საინტერესო სიუჟეტისთვის, ნამდვილად საამაყო, როცა ჩვენს ქალაქში მსგავსი ტიპის კოლექციონერი ცხოვრობს, როგორც ხედავთ, ეს ადამიანი მხოლოდ არ აგროვებს რადიოებს, მაგნიტოფონებს, პატეფონებს, გრამოფონებს, არამედ რადიოს მეშვეობით კავშირსაც ამყარებს ადამიანებთან და შესაბამისად გაერთობა ამით ძალიან კარგად. მოკლედ წარმატებები უსურვოთ ბატონ იასონს და
თუ იმეს გაქვთ რადიოები, შეგიძლიათ მას მის კოლექციაში შეემატოთ და ალბათ ერთ დღეს მუზეუმის გაკეთება ჩვენს ქალაქში რადიოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს აჭარის რადიოს, დაახლოებით 100 წელზე მეტი ეს რადიო აუწყებლობს ჩვენს რეგიონში და შესაბამისად რადიო ძალიან საყვარელი ატრიბუტია, მე მგონი ჩვენ ცხოვრების ყოველდღიურობაში. მოკლედ, მადლობა თიკო მიქელაძეს, გამოცდა ჩაბარებულია.